დღეს დონეცკში ცნობილი ტერორისტი ეგრეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაური ევგენი ტოლსტიხი მეტსახელად გივი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას დონეცკის ცენტრში მოხდა. ინფორმაციას ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერები ადასტურებენ. წინასწარი ინფორმაციით გივი საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს. კაბინეტს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ გივი ეთნიკურად ქართველი არ იყო. ის წარმოშობით დონეცკიდანაა. მოკლული ბოევიკი განსაკუთრებული სისასტიკითა და ცინიზმით გამოირჩეოდა უკრაინელი ტყვეების მიმართ. გივი ბატალიონ სომალის მეთაური იყო. ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ოკუპირებული რეგიონისთვის სახელწოდების შეცვლის მიზნით ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი დანიშნა. ადგილობრივი მედიის ცნობით თიბილოვის განცხადებით ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება და მასზე გატანილი იქნება საკითხი ოკუპირებული რეგიონის დასახელებაში დაემატოს ფორმულირება ალანიის სახელმწიფო. რეფერენდუმის ჩატარებას ეხმაურებიან თბილისში. პრემიერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო საზოგადოებას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. კონფლიქტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ეს იყოს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერის პასუხი. იმ დღესვე, როცა ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მოხდა მობილიზაცია რაღაცა განგაში გამოცხადდა ცხინვალის რეგიონში განლაგებულ რუსულ ბაზაზე, ეს გამორიცხული პრინციპში არ არის, მაგრამ ისევ და ისევ მე მგონი მაინც უფრო ოსების ინიციატივაა, იმიტომ რომ მოსკოვს ამდენი რეფერენდუმი მე მგონი არ უნდა ჭირდებოდეს არაფერში, მithumეტეს ახლა სახელის გადარქმევა საერთოდ გაურკვეველია, ხო რა სჭირდება? ამ შემთხვევაში ურჩევნია რეკვა სამხრეთ ოსეთი, რომ მარტივად თქვას, რომ სამხრეთ ოსეთს უერთებ, მაგალითად ჩრდილო osets ხო სიტყვაზე. ასე რომ არ მგონია ეს მათი ინიციატივა იყოს, უფრო ადგილობრივი თავის გამოჩენის მცდელობა მგონია. განათლების სამინისტროში ოპტიმიზაციის შედეგად 5 მილიონ ლარამდე გამოთავისუფლდა. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განმარტებით ოპტიმიზაციის პროცესში შემცირება თანამშრომლებსაც შეეხოთ. უწყებას დაქვემდებარებულ ერთეულებში 400-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ შორის მთლიანად გაუქმდა მანდატურის სამსახურს დაქვემდებარებული პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის დეპარტამენტი, სადაც 116 ადამიანი მუშაობდა. უწყების ინფორმაციით ფინანსების შემცირება ძირითადად ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხო. ერთადერთი ვისაც ეგ არ ეხებოდა იყო უმაღლესი კი არა და კვლევითი დაწესებულებები და არ ეხებოდა სკოლებს. დანარჩენი ყველა უწყება, ყველა სიპი თვითონ სამინისტრო, ესე იგი 10%-ზე მეტით არის შემცირებული ჩვენი ადმინისტრაციული დანახარჯებიც და სახელფასო დანახარჯებით. ზოგან არის რაოდენობა თანამშრომლების შემცირებული. თითქმის ყველგან, მოკლედ ხელფასების შემცირების გზით ჩვენ არ წავსულვართ, ჩვენ წავედით იმ გზით, რომ შევეცადეთ, რომ ნაკლები ადამიანით, რა ვიცი, რესურს ცენტრებში შევამცირეთ მაგალითად იურისტები და აუდიტის სპეციალისტები, დავამატეთ ზოგან განათლების სპეციალისტები. განათლების სამინისტროს ინფორმაციით არსებული მონაცემებით სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აქტივობები მხოლოდ 2-3% შეადგენს. ამ მონაცემების გასაზრდელად ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით 2017 წლის გაზაფხულიდან ფიზკულტურის ყველა მასწავლებლის გადამზადება დაიწყება. მისი განმარტებით ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებაში სამინისტროს სპორტული ფედერაციები დაეხმარებიან. ამ ეტაპზე უწყება 4 ფედერაციასთან თანამშრომლობს: ფეხბურთის, ხელბურთის, ფრენბურთისა და რაგბის. სკოლები თავადვე გადაწყვეტენ, რომელ ფედერაციასთან სურთ თანამშრომლობა. მინისტრის თქმით, სკოლებში სპორტული აქტივობების კოორდინატორი მანდატურის სამსახური იქნება. სადაც თურქი მოსწავლეები აბსოლუტურად ყველა სკოლა დაიხურება. არსებობს ბევრი აქტივობა, რომელიც შეიძლება იყოს დანერგილი სკოლაში მიუხედავად. დარბაზი რო საჭირო, ამაზე ორი აზრი არ არის და მე ვნახე სკოლები, სადაც დარბაზი რო არ ქონდათ, საკლასო ოთახი არ არის კარგი დარბაზი, არანაირად საკლასო ოთახი, მაგრამ იყო გამოყენებული და რაღაცას მაინც აკეთებდნენ. ერთი მიმართულება არის დაძალება. ძალიან მარტივად რო ვთქვა, ანუ სკოლის, ამ შემთხვევაში სკოლის, რომ სკოლამ დააძალოს, ასე ვთქვათ, მოსწავლეს. ჩვენი ამოცანა, მე ესე იგი ფედერაციებს რო ხვდები, იმათთანაც ხას უსვამ, რომ ვამბობ, რომ სუკანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაზეა საუბარი.
51 წლის მამაკაცი მოკლეს გორში, შემთხვევაში ინდისის გზატკეცილზე ეგრეთ წოდებული უსინათლოების ბინის ეზოში მოხდა. გარდაცვლილი ამავე ეზოში ცხოვრობდა ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უწყოდა, თუმცა ისინი დეტალებზე არ საუბრობენ. გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. არაფერი ვიცი, აი ტყილას არაფერი ვიცი. არ ვიცი. არა, მე აქ არ ვცხოვრობ ბოდიში. არაფერი გაგიგიათ? არა, არაფერი აბსოლუტურად. 8 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან გელათში საზეიმო წირვა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატე მაღავლინა. გელათში იმყოფებოდნენ მომლოცველები, ჩოხოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დღესვე ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის საფლავი გელათში გვირგვინებით შეამკეს. დღეს საქართველოს ეკლესია წმინდა დავით მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციულად იმერეთში და ქუთაისში დღეს აღინიშნება მისი ხსენების დღე. ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. გელათის სამონასტრო ტაძარში წირვაც აღევლინება 10 საათისათვის. დავით აღმაშენებელი იყო ის მეფე, რომელმაც 36 წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოს ფეოდალურ ეპოქაში გააერთიანა. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს გამთლიანდეს, მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ისეთივე ძლიერი რეგიონალური მმართველი გახდეს ესე ვთქვათ რეგიონში და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს აუცილებლად დაიბრუნებს და დაკარგულ ტერიტორიებს. და მინდა დღევანდელი დღე მიულოცოს სრულად საქართველოს, განსაკუთრებით იმერეთს, ყველა ქუთაისელს და ყველა ადამიანს მინდა წარმატებები და წესვლა უსურვო.